მინდა მეტნაკლებად თვითონ სამართლის ცნებას შევეხოთ, რა არის სამართალი ადამიანის ცხოვრებაში. ჩვენ ხშირად წარმოდგენა გვექმნება, როცა სამართალს ვახსენებთ, რაღაც იურისპრუდენციულ მეცნიერებაზე ან კოდექსებზე კანონების, რომელიც, ასე ვთქვათ, წარმოადგენს სამართლის მეცნიერებას. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ეს არ არის მცდარი აზრი და სწორია, რომ თვითონ სამართალში გულისხმობთ გარკვეულ სამეცნიერო დისციპლინას, მიმართულებას, რასაც იურისპრუდენცია შეისწავლის და ამის მასალას წარმოადგენს სხვადასხვა პერიოდში მიღებული კანონები და კოდექსები. როგორც წარსული, ისე მოქმედი, ესე რომ ვთქვა და ამ, ასე ვთქვათ, მთლიანობას ეწოდება სამართალი. მაგრამ საკუთრივ სამართალი არ არის კანონი. ისე თქმა მინდა, არის ესეთი მიდგომაც, ჩვენ ადრე კონსტიტუციაშიც გვეწერა და ხოლმე ხშირად ბევრი ადამიანისგან მოგისმენია, რომ კანონის უზენაესობა უნდა იქნას დაცული. და აქ არის ურთიერთშეპირისპირება კანონის თუ სამართლის უზენაესობა და რატო ვამბობ ამას? სამართალი პირდაპირ პროპორციული არ არის კანონთან, ისე როგორც კანონი არ არის პირდაპირ პროპორციაში სამართალთან. სამართალი ეს არის მაინც უფრო ზოგადი ცნება, შეიძლება თქვა რაღაც აბსტრაქტული მოცემულობა, რომლის დადგენაში და რომლის ძიებაშიც არის ადამიანი და კაცობრიობა ყოველთვის. აი რო გადავაკვირდეთ ადამიანის ცხოვრებას და ან მის უკმაყოფილებას რით არის გამოწვეული, მისი უკმაყოფილება ყოველთვის გამოწვეულია, რომ სამართლიანობა იქნა დარღვეული ან მის პირად ცხოვრებაში, ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში. და ყოველთვის ყოველი ადამიანი ან საზოგადოება სამართლის დადგენის ცდილობაშია და ხშირად ეს იწვევს ერთგვარ კონფლიქტებს, დაპირისპირებას ან აღელვებას ადამიანებში. საწყის ეტაპზე როგორ იყო, აი თქვათ, ადამიანები სამართალს როგორ ადგენდნენ? ეხლა ბიბლიურად რო გავყვეთ, ღმერთმა მისცა რჯული ადამს და ევას და ადამიანის სახით მერე თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ესე თქვა, დაუწერელი კანონს, რასაც უწოდებთ, ანუ ბუნებითი სჯულით, ის ცნებები როგორ უნდა ეცხოვრა ადამიანს, მაგრამ გარკვეული დარღვევა მაშინაც ხდებოდა. და პირველად ფიქსირებული კოდექსი ჩვენ მივიღეთ მოსე წინასწარმეტყველის მიერ, როცა მან უკვე დაწერა მეორე რჯულის წიგნი. სადაც მთლიანად ეს კოდიფიკაციაა გადმოცემული, ყველა დეტალია განხილული. შეიძლება ითქვას მოსეს მიერ მოცემული აი ეს კოდექსი, მეორე რჯულის წიგნს, რასაც უწოდებთ, ეს არ არის მხოლოდ საეკლესიო შინაარსის კოდექსი ან სამართო რჯულის წიგნი. ეს არის სამოქალაქო და საეკლესიო სამართლის ერთობლივი კოდექსი. დღევანდელ თანამედროვე ენაზე რო ვთქვათ, იმიტომ იქ განხილულია როგორც ზნეობრივი და ეთიკური საკითხები, რაც პირდაპირ ღმერთს მიემართება. თქვათ, ან ღვთისმსახურო საკითხები. იქ განხილულია ყოფილ ცხოვრებაში ჩადენილი დანაშაულებებიც, ცოლქმრული ურთიერთობები, გაყრა, ვინმეს გაუპატიურება, როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის დანაშაულიც კი არის ჩამოთვლილი. ან ეს არის ერთობლივად, ასე ვთქვათ, მოცემული ამაში. ამით მე რისი თქმა მინდა? რომ კანონი და კანონმდებლობა პირდაპირ სამართალს არ წარმოადგენს. სამართალი უფრო ფართო ცნება, ვიდრე უბრალოდ კანონი. ანუ ამით რისი თქმა მინდა, უფრო კარგად რო ჩამოვაყალიბოთ. მაგალითად, ციცერონს უწერია ესეთი რამე, თავის ერთი კარგი ნაშრომი აქვს ციცერონს მოვალეობათა შესახებ. სხვათა შორის ეს გახდა მერე საფუძველი იმისა, რომ ბევრმა სხვა საეკლესიო ფილოსოფოსმა თუ მოღვაწემაც იგივე სახელწოდების ნაშრომები შექმნეს. თუმცა ხა ციცერონამდეც არსებობდა მანაც ვიღაცისგან ისესხა ეს, მაგრამ და ამბროსი მედიოლანელია ცნობილი საეკლესიო წრეში, ვინც ამ ციცერონის ნაშრომის საფუძველზე დაწერა უფრო ფართო ნაშრომი, იგივე სახელწოდებით მოვალეობათა შესახებ, ოღონდ მღვდლებს მიუძღვნა. 4 წიგნისაგან შედგება. ციცერონის ეს ტრაქტატი 3 წიგნისაგან შედგება. და თავის მესამე წიგნში უწერია ესეთი რამე, რომ თავდაპირველად, როცა ხალხი სამართლის დადგენას ცდილობდა და რადგანაც ყველა შეება თავისი პიროვნული სამართალი ქონდეს და ამ მხრივ შეთანხმება ძალიან რთულია, თქვათ 10 კაცი ვარ და ყველას ჩვენი აზრი გვაქვს, ხო? ეხლა უპირატესობა რომელს უნდა მივანიჭოთ, რომ ჩვენ ერთობლიობა გამოვხატოთ და ვთქვათ, რომ ესეა. ამიტომ გადაწყვეტეს, რომ მათ შორის ვის უფრო სიბრძნით იყო გამორჩეული და პატიოსნებით, ვის მიკერძოებაშიც, ვის წესიერებაშიც ეჭვიარეპარებოდათ, ესე რომ ვთქვათ, ანუ ტენდენციურობაში, რომ მისთვის ეკითხვათ ჭკვა, რომელიც იყო ბრძენი ადამიანი, მცოდნე და ობიექტური. და საბოლოოდ ის რასაც იტყოდა, აი ბრძენკაცების, ასე ვთქვათ, ინსტიტუტის ჩამოყალიბება, აი აქედან იწყება, ვთქვათ, ჩვენ წელთაღრიცხვამდე, ანტიკურ პერიოდში. რომელიც სადავო საკითხებს საბოლოოდ ის გადაწყვეტდა. რასაც მერე უკვე როგორც ყველას მიერ აღიარებული ავტორიტეტი, ისინი ვალდებულად თვლიდნენ თავს ეს ადამიანები, რომ მისი აზრი გაეთვალისწინებინათ. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მსოფლიო კულტურა. ყველგან თავისებური განსხვავებული ტრადიციები და წესები, მაგრამ მსოფლიო კულტურა იყო. აქედან გამომდინარე, ის თქმა მინდა, რომ რას ამბობს ციცერონი, მაგრამ რადგანაც ესეთი ცალკეული ბრძენკაცების ცხოვრებაშიც შეიმჩნეოდა, რომ შეიძლება მასაც ბოლომდე სამართალი ვერ დაეცვა
როგორ შეიძლება შეგნებულად რომ დაეშვა შეცდომა შეგნებულებაში რა იგულისხმება რომ ადამიანს რომელსაც ესეთი ძალაუფლება აქვს მინიჭებული ერთპიროვნული და ყველა მას უსმენს შეიძლება ეს საბოლოო დიქტატში გადასულიყო და უკვე ბოროტად გამოიყენებინა თავისი ავტორიტეტი თავისი ძალაუფლება აი ამისგან თავის დასაზღვევად ადამიანებმა შემოიღეს კანონებიო ანუ ბრძენკაცის ანუ თავკაცის ინსტიტუტი დატოვეს მაგრამ ისიც კანონს დაუქვემდებარეს ანუ რა ქნეს რომ ის რაც მისგან მოსმენილი იყო და უკვე გამოცდილი დროში რომ ეს არის კარგი რაღაცა თქვა რჩევა რაღაცა პრობლემური საკითხის ამადამ კუთხით გადაწყვეტა და თქვა ეს გამოიცადა დროში და მისი გამოყენება პრაქტიკაში მისმა გამოყენებამ გამართლება პოვა აი ესეთი გამოცდილებით მიღებული გადაწყვეტილებები რამაც ასე თქვა დადებითი როლი შეასრულა აქციეს კანონებად რომ მუდმივად უკვე როგორც წერილობითი კანონი რომ იმ ბრძენკას თავკაც თავისი ნებით კი არ შეეცვალა თქვა წაღმა და უკუღმა რომ დღეს ესე თქვა ხვალ-შვანიერათა თქვა უკვე ისიც კანონის ქვეშ მოექცა უკვე ადამიანებმა მისცეს რაღაცა ასე თქვა მოცემულობას რაღაცა რჩევას კანონის სახე რომ ყველა იმ ჩარჩოში მოექცეოდა საბოლოო ჯამში იმის თქმა მინდა რომ კანონი ერთგვარი პლატფორმა ანუ მარეგულირებელი ჩარჩო აღმოჩნდა იმისა რომ ესათვის საზოგადოებამ ცალკეული მმართველი დიქტატში არ გადავიდეს ანუ ყველა ემორჩილებოდა კანონს. აი ამ ხრივ იქნა კანონის უზენაესობა აღიარებული, რომ ცალკეული პიროვნების პირადი შეხედულება, პირადი ავტორიტეტი კი აღარ იქნებოდა განსაზღვრელი. ის ვრჩებოდა ამ სტატუსით, მაგრამ მას აი ამ უკვე დადგენილი კანონების ფარგლებში უნდა ემოქმედა. და ერთადერთი შეიძლება ეს კანონები გამდიდრებულიყო, კიდე ახალი ასე თქვა დადგენილებებით, კარგი რჩევებით, რაც ასევე გამოცდილებით დადასტურდებოდა, რომ ეს არის დადებითი და სასარგებლო. ყველა ასე თქვა ადამიანებისათვის. მაგრამ თავის მხრივ იქვე ციცერონი ამბობს, რომ კანონიც არ არის აბსოლუტურად იმისი გარანტორი, რომ მისი ავტომატურად გამოყენება ნებისმიერ სიტუაციაში იქნება, ასე ვთქვათ, სწორი და სამართლიანი. შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში იმ კანონის ზედმიწევნით აღსრულება ზიანი მოუტანოს ადამიანს ობიექტურად, ეს უკვე უსამართლობა იქნება. Ანტო აქაც უკვე ადამიანს გონიერება მართებს, რომ ესა თუ ის დადგენილი კანონის გამოიყენოს თუ არ გამოიყენოს. და ესეთ ფრაზას ამბობს, რომ ამიტომაც არ არის შემთხვევით ნათქვამიო, რომ უზენაესი კანონი, უზენაესი უსამართლობა არისო. ანუ კანონის ესეთი მონური მიყოლა, რომ რახან დაიწერა და ჩვენ ამას ვერანაირად გვერდს ვერ ავულით და რაც არ უნდა მოხდეს, ეს უკვე შეგვედი ხშირ შემთხვევაში ამან ჩიხში შეგვიყვანოს. ეს შესავალი საუბარი რასთან მიმართებით გავაკეთე, რომ რისი ახსნა მინდოდა, რომ სამართალი არ არის კანონი, ანუ კანონი კიდევ პროპორციული არ არის სამართლიანობის. კანონი არის შეიძლება ითქვას ერთ-ერთი მძლავრი იარაღი სამართლის დასადგენად და სამართლის აღსასრულებლად. რომ სამართალი ამაზე ფართოა. და საბოლოო ჯამში რა არის სამართლიანობა? ამასთან დაკავშირებით მე ადრეს თქვი, სხვათა ერთ-ერთი ბერძენი კანონისტი იყო ამილკას ალევიზატოსი, გარდაცვლილია ის უკვე მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა. მას აქვს ესეთი ნაშრომი აკრები იკონომიაზე. ძალიან იშვიათი ესეთი წიგნები და მას იქ მოყავს აი ამ სამართლის გარჩევაში არისტოტელეს ერთ-ერთი ნაშრომიდან, რომელსაც ეწოდება, არის ეთიკას უწოდებენ ზოგადად, მაგრამ ეწოდება ნიკომაქეს ეთიკა. ამ ნიკომაქეს ეთიკის მეხუთე წიგნში არის ესეთი გარჩევა სამართლიანობის, რა არის სამართალი. და არისტოტელე როგორ განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სამართალზე უამრავი განსაზღვრებები გვაქვს, უამრავი შეხედულებები და ასე შემდეგ, ყველაზე სწორი რომ მივხვდეთ რა არის სამართალი, რა არის მისი არსი, ადამიანისათვის რეალური სიკეთის მოტანა. ამიტომ ჩვენ რომ მივხვდეთ, რომ ჩვენი ქმედება არის თუ არა სამართლიანი, შედეგი უნდა იყოს ის, რომ ეს აღმოჩნდა თუ არა ობიექტურად სამართლიანი, როგორც საზოგადოებისათვის, თქვა ცალკეული გადაწყვეტილება, ისე კონკრეტული ფიზიკური პირისათვის. და თუ მოხდა ისე, რომ რაიმე ჩვენი გადაწყვეტილება, რაც ჩვენ ერთის მხრივ კანონიერად მიგვაჩნია ან სამართლიანად, მაგრამ პრაქტიკულად ამას ზიანი მოუტანა ადამიანს, დასარგებელი ვერ მოუტანა, ჩვენ ამას სამართალს ვეღარ დავარქმევთ, ან სამართლიან ქმედებას ვეღარ დავარქმევთ. ანუ საბოლოო ჯამში რომ შევაჯამოთ ჩემი საუბარი რა არის სამართალი, სამართალი ეს მაინც არის აბსტრაქტული მოცემულობა. კანონი ეს არის ყველაზე მძლავრი იარაღი, რითაც ჩვენ სამართლის დადგენას ვცდილობთ და მის აღსრულებას. მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგი უნდა იყოს სიკეთის მოტანა, როგორც საზოგადოებისათვის, ისე ადამიანებისათვის.
თუ ეს რეალური სიკეთის მომტანი არ არის, იქ უკვე ჩვენ სამართლიანობასთან აღარ გვაქვს საქმე. და საერთოდ არისტოტელი იმასაც ამბობს, აი ესეთი აზრებიც არის და ზოგიერთი ფილოსოფოსი ემხრობაო, რომ შეიძლება ჩვენ სამართლის აღსასრულებლად, რომ სამართლიანობა აღვადგინოთ ერთის შეხედულებით, რომ შეიძლება ყოველთვის ზნეობრივ გზას ვერ მივმართოთ. და შეიძლება თუ არა, რომ აი სამართალი ისე აღვასრულოთ, რომელიც შეიძლება ყოველთვის სასარგებლო არ იყოს, ანუ ყოველთვის მაღალზნეობრივი არ იყოს. და ამბობს ეგეთი რამე გამორიცხულია. ზოგიერთი ფილოსოფოსი ცდილობს, რომ სამართლიანობა მაღალზნეობრიობისაგან გამიჯნოსო. და ეს არის არაბუნებრივიო, სადაც გვაქვს სამართლიანობაო, იქ უპირობოდ ის მაღალზნეობრიობასთან არის დაკავშირებული. თუ რაღაცა ზნეობრიობასთან არ გვაქვს საქმე, იქ უკვე უსამართლობასთან გვაქვს საქმე. შეიძლება გარეგნულად ეს ჩანდეს კარგ ქმედებად, მაგრამ არ უნდა დავიჯეროთ, რომ ეს არის სამართლიანი ქმედება. მაღალზნეობრიობა და სამართლიანობა ეს არის ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული, ორი ბუნებისეული თვისება, რომელთა ერთმანეთისაგან გამიჯვნა არის არაბუნებრივი მდგომარეობა. ნუ ძალიან ფართოა ახლა მისი ეს მსჯელობა, ახლა ამ ჩვენს ლექციაზე ამ სიღრმეში ვერ შევალ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევისთვის აი ჯერ კიდევ ის ესე განმარტავდა და ძალიან სწორად არის ჩამოყალიბებული ჩემი აზრით, რაც კი წამიკითხავს, მისი ეს განსაზღვრება არის ყველაზე მართებული და ყველაზე სწორი, რომ მაღალზნეობრიობა და სამართლიანობა არის ერთი მედლის ორი მხარე. ეს ერთმანეთისაგან გაუმიჯნავია. შეუძლებელია უსამართლობა ჩაიდენო მაღალზნეობრიობის სახით, ან სამართლიანობა უზნეობის საშუალებით. ეგ არის ასე ვთქვათ წარმოუდგენელი. ყველა შემთხვევაში უკვე რაღაც დარღვევასთან გვაქვს საქმე.